ენერგიის ნაკლებობა. საკმაოდ ხშირად დასმული კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. ეს გახოთ ბედის მატრიცაში 7, ენერგია კუნდალინი და დრო შეივსოს ეს ენერგია. ძალიან კარგია ფეხიციარული და მარტო ფეხიციარული არა. აი გამოხვედით სახლიდან, პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც არ გიწევთ გაჩერება, იგივე არ არის შუქნიშანი. ესე მიდიხართ და რაც თავარია, მარტო თან კი არ დადიხართ, არამედ ფიქრობთ იმაზე, რისი გაუმჯობესებას გსურთ თქვენს ცხოვრებაში. ანუ მაგალითად მინდა რომ გაუმჯობესდეს ფინანსური კეთილდღეობა, მქონდეს ჰარმონიული პარტნიორული ურთიერთობები და რაც თავარია ამ ყველაფერთან ერთად რომ ვიმეორებთ და ვამბობთ ამ სიტყვებს, რის მოზიდვაც გვინდა ჩვენ ცხოვრებაში, არ მივიწყებთ მადლიერებას, ანუ რატო ვართ მადლიერი სამყაროს და რა გვაქვს, რისთვისაც უნდა ვიყოთ მადლიერები. და 1 საათიანი სიარულის შემდეგ, თავისთავად, როცა სახლში დაბრუნდებით, თავად მიხვდებით, როგორ შეივსება ეს თქვენი ენერგია, ის რაღაცა გარკვეული დეფიციტი, რაც გაგაჩნიათ და წარმოედგინეთ, ყოველდღიურად თუ ივლით, ანუ 1 თვის განმავლობაში, ხო? და მსგავსი პრაქტიკით დაკავდებით, საოცრად შეივსება თქვენი ენერგია და შესაბამისად თქვენი ცხოვრება.